გამარჯობოთ, ჩემო კარგებოდეთ, ჩემო უმშვენიერესებო. გამარჯობოთ, მეგობრებო, რეები ხდებათ, სუდად ვარ, არ ვიცი, ეს დილით გავიღვიძე, შოქში ვარ. საღამოს ახლა სახში ვარ და შოქში ვარ. გავიღვიძე, შოქში ვარ, დილა საღამოს შუადღე შოქში ვარ. მოდი ახლა ვისაუბროთ რაღაცებზე, არ გინდათ? რო ვისაუბროთ? მწვენია რომ შენგანი ვიყავი. აი ხალხი უკვე მაგარი დაგრუზულია, ხო? იცით რა არის? გასაგებია. და თქვენი აზრით ამ ყველაფერთან დაკავშირებით გასაგებია. აი ცუდ კომენტარებს დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი დაიწერება და აუცილებლად ყველაფერს გავცემ პასუხს და თქვენს პასუხს გაგცემ და აბსოლუტურად ყველა ადამიანს რა. ხო და მე თქვენი ეს რეაქცია არის გასაგები. ეხლა თქვენ თუ გონიათ რომ აი ამ კომენტარების გამო მე ეხლა თქვენ რაღაცაერ შეურაცხყოფას მოგაყენებთ ან რაღაცას ვიმოქმედებ, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ეგრე არ ვიზავ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ლოგიკური. იმიტომ რომ მეც რო ყოფილიყავი და მეც რო ეს ყველაფერი მომისმინა და ერთისგან, მეორისგან, მესამისგან, მეოთხისგან მეც ადამიანი ვარ და მეც ანალოგიური რეაქცია მექნებოდა აბსოლუტურად ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რო ვისმენ რომ აი ადამიანი მართლა ესეთია, გასაგებია ეგ ყველაფერი. ძალიან უცებ მინდა რომ პასუხები გავცე რაღაცებს რა. თუ გონიათ ეხლა რომ აი ეხლა ძალიან დავდგები და პირს მოვაღები და ვილაპარაკებ. თუ გონიათ ეხლა რომ დავდგები და მარიამზე რაღაცებს ვილაპარაკებ, ისეთებს ძალიან ცდებით. იმიტომ რომ პირველ რიგში მე და მარიამს რა ურთიერთობაც გქონდა. ეს იყო იდეალური. მე მარიამისთან რა ურთიერთობაც გქონდა, მაგ ურთიერთობას ვცემ პატივს. და არანაირად არასდროს არ ვისაუბრებ მე და მარიამის ურთიერთობაზე აქ. არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ და რატო ეხლავე გეტყვით. მე და მარიამი ერთად რო ვიყავით ბედნიერები. შემდეგ რის გამოც დავშორდით, ამ ყველაფერს ხმამაღლა არ გავაჟღერებ, რა თქმა უნდა. ეხლა რა სიტუაციაც ხდება, არ ვიცი რა შეჭრს მარიამს, რატო გაბოროტდა, მაგრამ ჩემგან იგივეს ვერ დაინახავთ ხალხო, იმიტომ რომ არ ჯდება ეს ჩემს ადამიანობაში რა, ვერ ვიქნები ის ტიპი, რომ აი ხა დადგეს და ეს გამიკეთა მარიამა და იმიტომ დავშორდით ერთმანეთს და ესე მოიქცა და რაღაც. არა, ამ ყველაფერს არ გეტყვით, მირჩევნია, აი ხა დავაი 2000-ვე კაცი ხო ხართ აქ. 2000-ვე კაცო სახეს დამაფარეთ. აი რაც გინდა ისქენით, აი ხა ცუდი კომენტარები დამიწერეთ, მირჩევნია, მე მიწეროთ ეგ კომენტარები, ვიდრე იმ ადამიანს უწეროთ, მიხვდით? არ მაქვს პრობლემა, შეგიძლია შეგბეროთ აი არ ვიცი რა უბრალოდ ეხლა მე ეს ყველაფერი რაც ხდება ეხლა აქ გაიგეს მე რაღაც ვაილდად გამოიყენეს და ბაზრობენ ჩემზე და აი დაამთავრდა ჰაუსი შეეშვით მაგ ყველაფერს ნუ ღალაპარაკოთ აზრი არ აქვს. მარიამთან დაკავშირებით რაც ვიდაგითხათ ისაა რომ ჩემგან ვერაფერს ვერ გაიგებთ რა, იმიტომ რომ არ ვაპირებ დავდგე და ვისაუბრო რატო დავშორდით, რისთვის დავშორდით, რანაირად დავშორდით. იმიტომ რომ რატომაც დავშორდით არ მინდა რომ თქვა რა. იმიტომ რომ მე ყველანაირ შეკითხვას და ყველანაირ აბსოლუტურად ყველაფერს გაიცემა პასუხი და ეს ერთ ადამიანს ძალიან დაარტყავს და მირჩევნია ეგ ყველაფერი მე მომხვდეს, ვიდრე მარიამს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ურთიერთობა რაც კი მქონია და თვითონაც მარიამთან ეს ესეთი ადამიანი რომ არ მიყვარს ურთიერთობის მერე რაღაც ადამიანებზე რაღაც სხვანაირად ლაპარაკიან რაღაც მსგავსი ხვდებით აი ხა თან თუმეტეს ამ ყველაფრის აუდიტორიაში გარკვევა და მე აი ეს გამიკეთა მარიამა და მოდი ახლა მე ავდგები და იგივეს გავაკეთებ და რის გამოც დავშორდით ამ ყველაფერს ვიტყვი და იმ ადამიანს გავაშავებ. არ მოხდება ეს. გესმით? მირჩევნია იცოდეთ რომ აი საშინელი ვარ, მოთამაშე ვარ, манипуляტორი ვარ, მათხვარა ვარ და აი უბედური ადამიანი ვარ. მირჩევნია იგ იცოდეთ და მაგას იაზრებდეთ, ვიდრე ხა ავდგე და ჩემი არაკაცური საქციელი გავაკეთო, დავდგე და ვთქვა რის გამო დავშორდით მე და მარიამ. ამ ყველაფერს თქვენ ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ
არ შედის ჩემს ადამიანობაში უბრალოდ ურთიერთობისას გქონე იმაზე არ ვიძახი რაღაც გადაკრულ სიტყვას და სხვანაირად რაც არ უნდა მოხდეს და გონიათ რომ ეხა მარიამის გაშაობას დავიწყებ არა ეგეთი რაღაც არ მოხდება იმიტომ რომ მე მარიამთან ურთიერთობაც ქონდა ეს იყო იდეალური სიბედნიერით ახსოვსე იყო და აი მაგ ურთიერთობას და მაგ ყველაფერს ცემ პატივს და ამის გამო არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მადლობა. ეს იყო ჩემი რა თქმა უნდა დანარჩენი კიდე წეგან შემხდალა ლაპარაკობდნენ არ დაიღალნენ არაერთი სიტყვებით მომართავდნენ აი ერთი სული ქონდათ რომ აი რაღაც ეგეთი გაიგო დაიჭირეს და აი რა 2600 კაცის თვალწინი მე რა გამაუბედურეს იმათვაც აი რამ გაგაბოროტათ ესე აი ერთი აი დაბოღმილები არიან რომ ეხი გავიმარჯვე და რაღაც მესმის მაგრამ დამთავრდა ჰაუსი გამოდით ჰაუსიდან კიდე მაგის საუბარი კიდე ამ ხელა ბოღმა ბედნიერება გაასხივეთ ამ ქვეყანაზე რა გჭირთ ანუ აი არ ვიცი რა უბრალოდ მაგათ ანუ არც ვისაუბრებ მაგაზე იმიტომ რომ მაგათ კოზირი უნდათ რომ დაიჭირათ გამოიყენებინათ და აი დაიჭირეს და გამოიყენეს და აი რაღაცა ურთიერთობას მე და მარიამის ურთიერთობას ხსნიან და იმაშობენ განიხილავენ რაში გაინტერესებს ვაფშე ისთვის აკეთება ყოველ არ ვიცი რა არა სხვა შორის ძალიან დიდი კომპლიმენტები მივიღე ძალიან დიდი მადლობა ხო და აი რავი ვერ ხვდები რა პასუხს ელოდებით ჩემგან უბრალოდ რაც მაქვს თქვენი ეგ არის რომ ადამიანთან რომელთანაც ურთიერთობა გააქვს და ეს უკვე საჯაროდ ხდება თქვენ არც ერთს არ გამოგიწიეთ არც ერთ ადამიანს და ახლა ვინც ვიყურებს სარწმუნოებული ვარ რომ ანუ არც ერთი ადამიანს არ გამოგიცდიათ როგორი არის ჰაუსში ყოფნა და როგორია როდესაც თქვენს ურთიერთობას ხალხი განიხილავს მე არიცით როგორია როცა თქვენს ურთიერთობას განიხილავენ და თან კიდე რაღაცებს გიგონებენ და თქვენ კიდე არიცით როგორია როდესაც თქვენი ყოფილი შეყვარებული დგება და საუბრობს აი ისეთ რაღაცებს რაზეც აი მე არ ვიცი რა გითხრათ დედას ვიცა მართლა არ ვიცი რა გითხრათ რა ვინც კი რაღაცა იქიდანაც აქედანაც ყველაზე ჩემგან ვერ ხვდები რატო ანუ აიმიტომ არ ვლაპარაკობ რა და ანუ ჩემს ადამიანობას არ შეესაბამება ეგ ყველაფერი რომ მე ეხა ავდგე და ვილაპარაკო ყველაფერი და არ საუბრობ და ამის გამო ეგრე რაც უფრო ადამიანებს ანუ კეთილგულს დაანახებ და ხმას არ ამოიღებ და რაღაცა ყველაფერს გაუტარებ მით უფრო აი იციან მე ზევიდან თავზე დადგომა და ეს და აი არ ვარ ეგ ადამიანი და ჩემგან ვერ მიიღებთ მაგასა და აი ვისგანაც მიიღებთ იმას უსმენთ მაგრამ მე იმას ვიცახი რომ რაც ეხლა ხდება არის აი რავი საშინელი სიტუაცია რა იმიტომ რომ რასაც არ იმსახურებდა მაგ ყველაფერს იღებ ყველაზე მეტად ადამიანს აღიზიანებს ეგ კაცი ეგ მაგაზიანებდა და ყველგან აბსოლუტურად რომ რასაც არ გაგიკეთები და რაც არ არის და მაგას გაბრალებენო ეგ გააკეთე და ესეაო აი გაღიზიანებს ყველაზე მეტად რა და რა შეიძლება გითხრათ ისა უბრალოდ ჩემს ადამიანობაში არ ჯდება რომ ეხა ავდგე და მარიამის გაშავება დავიწყო და რაღაცა საუბრები დავიწყო მარიამი ესეთია მარიამი ისეთია არა ეგეთი რაღაც არ მოხდება რეალურ ცხოვრებაში არ ხდება ეგ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება ეგ და არსად არ ხდება რა საერთოდ რა ჩამოყალიბებული ადამიანი მასე არ უნდა იქცეოდეს აი კაცო ბონჩი ვიძახი და კაცო უხრივე ვიძახი რა აფერისტი ხარო მადლობა ახალი შეყვარებული ყავსო აი ეს ინფორმაცია რა ახალი შეყვარებული მყავს რავი აი გაზრას ვიდეოებს არ შლიო ხო ანუ რატომ უნდა წავშალო ვიდეოები ვერ ხვდები ანუ ნახე წეგანაც თქვი რომ მე ჩვენ განვილ ურთიერთობას მე და მარიამის განვილ ურთიერთობას ვცემ თქო პატივს თქო და ამას ვაფასებ თქო ანუ რა დროც მარიამთან გავატარე ეგ პერიოდი ძალიან ბედნიერად მახსენდება და აი ვერ ხვდები ანუ
მაგვიდოებს იმიტომ არ შეიძლება კიდე უფრო იმაშვები რა პატივს ვცემ იმ ურთიერთობას რატომ უნდა წავშალო ჩემს მოგონებაში იყო და ჩემს მოგონებაში იქნება ხო და რატომ უნდა წავშალო იყოს ანუ YouTube-ზეც მინდა ვიდეოები და ანტალიის და იტალია მოქვს კიდე უფრო დაედიტებული და რაღაც და მომენტ შეიძლება იმასაც შეხედო ხო და ანუ იდოს რატო არ უნდა იდოს იმიტომ რომ ცე მე ჩვენ განულ ურთიერთობას პატივს მე არ გამოვალ და არ დავიწყებ საუბარს აი ესეთი ამარიამი ამის გამო დავშორდით აი ესე მომექცა არ დავიწყებ მაგის საუბარს ხალხო გესმით იმიტომ რომ არ ვარ ეგ ადამიანი და ვინც არის იმას მოусმინეთ არ ვიცი რავი აი კიდე აყვნენ და დანარჩენი გოგოებინებიც არიან მე ისინიც ლაპარაკობენ რაღაცებს არ ვიცი აი შოქში ვარ დარწმუნებული ვარ ან უყურებს ამ ლაივს მარიამი ან თქვენ მაინც ჩაუგდებთ რა იმიტომ რომ მე აღარ სადაღარ ვყავარ რა ვერ ხვდები რა მოხდა ესე ცოტა ხანში რომ აი ესე გადაუტრიალდა ყველაფერი მარიამ წარმატებას გისურვებ და ბედნიერებას უბრალოდ რაც არ მეკუთვნის ისინი არ ვიცი რა აღიარე კიდე გიყვარსაო ხალხო ნახეთ ანუ ეგეთი მარტივი არა ეხა ანუ კაროჩე ეხა რაღაცას გებაზრები და მე ისე კომენტარები იწერება ნიკა ესეთო ნიკა ისეთო ნიკა აფერისტო რაც არ უნდა გააკეთოს მაგ ადამიანმა როგორც არ უნდა მომექცეს და აი როგორი სიტყვებიც არ უნდა წააჟღეროს და აი რავი ყველაზე საშინელი რაღაც რო გამიგეთოს კიდე ცხოვრებაში ანუ ეგრე არ ხდება რა რომ აი სო და გადაუსვი ხაზი და აი მოდი აბა ის რა ქვია კიდე რაღაცა სიტყვები დაუხარჯო მარიამს ანუ ეგრე არ ხდება ხალხო იმიტომ რომ ასე არავინ არ იქცევა არ ვიცი მე ვერ ვიქცევი მასე მე არ შემიძლია ავდგე და ვილაპარაკო და მე არ შემიძლია ავდგე და პროსტა უბრალოდ ადამიანის რაღაც აი ტკივილი მივაყენო და ხალხისგან ჰეითი გაუგზავნო და აი საშინლად მოვექცე ანუ ეგ არ შემიძლია და რო არ შემიძლია მაგითო ვერ ვაკეთებ მაგ ყველაფერს და რო მაგითო ვერ ვაკეთებ მაგ ყველაფერს ხალხი მე შემდგა თავზე და იყოს მირჩევნი აგერ მოდი შემდეგით თავზე ყველაზე ცუდი კომენტარები დაწერეთ რაც კი გაგაჩნიათ ტვინში და მოგდით პრობლემა არ არის მიდით შეგიძლიათ ეგ ყველაფერი გააკეთოთ იმიტომ რომ რა ვქნა არ შეიძლება ჩემ ადამიანობაში და მე ვისაუბრებ მაგასთან დაკავშირებით მიყვარხარ ძალიან მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო საყვარელო და ვინც ანუ ახლა მიყურებს და ანუ ნახეთ მე შევდივარ თქვენს აბსოლუტურად ყველას მდგომარეობაში შევდივარ ახლა ვინებიც აქ ცუდ კომენტარებს წერენ აი მაგათ მივმართავ რა განა რამე შეურაცხყოფას მოგაყენეთ არა მე არა შეურაცხყოფას არ მოგაყენეთ იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ დადებითი ენერგიები და თუ გინდა თუ დადებითი ენერგიები მიღოთ აუცილებლად დადებითი უნდა გაუშვათ და უკანაც დადებითს მიიღებთ აბსოლუტურად ყველა აი ცუდ კომენტარებს ვინც წერთ მაგათ მინდა რომ გითხრათ რა ერთი ორი სიტყვა ის რომ საერთოდ მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში ხო ძალიან რთული რაღაცა ეხა ეს სიტყვები ხო ძალიან რთული წინადადება იყო რომ მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და რატო ეხლა გეტყვით ცუდ კომენტარებს წერთ იმიტომ რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იცით რაც მოისმინეთ ეხლა მე რაც მოვისმინე ვიდეოში და კიდე რავი ლაივი რო რა ლაივში რაც ილაპარაკა მარიამა ლაივში მაგ ყველაფერს რომ მოусმინე მე რო უცხო ადამიანი ვიყო ვიტყვით რომ ჩავაკ შენი აი სასიზღარი ადამიანი ხარ და აი ყველაზე მათყუარა აფერისტი ღორი ხარ თქო ვიტყოდი და აი ყველაზე ნაგავი ადამიანი ხარ თქო ჩან უცხო ადამიანი რო ვიყო ჩემ თავზე ვიტყოდი რავი ისეთი ლაივი იყო და აუცილებლად ვიტყოდი და ცუდ კომენტარებს რო წერთ ანუ ამასთან დაკავშირებით ეხლა რა თქმა უნდა შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ იმიტომ რომ ყველაფერი რო იცოდეთ არ დაწერდით ამ კომენტარებს და ყველაფერზე საუბარს მე არ ვაპირებ და ვინც ისაუბრებს იმან ისაუბროს მორჩა მე ჩემს განული ურთიერთობას ჰაუსის გარეთ რა როგორ და რანაირად იყო ამ ყველაფერს ერთადერთი მაშინ გაგაგებინებდით თუ მე მენდომებოდა
მარიამის ძირს დაგდება და გათელა და არ ვარ ეგ ადამიანი ეს დედა მოთხნული და გთხოვ ბოდიში ამ შეგინებისთვის არ ვარ ეს ადამიანი და ძალიან გთხოვთ ნუ აი манипулირებთ და ნუ წერთ მართლა ესე მოიქეცი შენ აგავო აი ესე გამომყენებელო და რაღაც გავსი ხალხო რაც არიცით იმაზე არ უნდა ისაუბროთ ან ცხოვრებაში 1100 კაცი ხართ ცხოვრებაში დაგიდგებათ ისეთი მომენტი აბსოლუტურად ყველას რომ ერთი მხრივ გეცოდინებათ რაღაც ამბავი ამ ერთი მხრივ რომ გეცოდინებათ ამბავი მიყვალთ და იმ ერთი მხრიდან ისაუბრებთ და ერთი მხრიდან საუბრის დროს ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებთ ამიტომ საერთოდ რაღაცა რო ხდება უნდა გაარკვიო ორივე მხრიდან და შემდეგ ისაუბრო ერთი მხრიდან იცით რა ხდება რაც აი შოკში ვარ რა ხდება ვაფშე და მეორე მხრიდან არ იცით რა ხდება მეორე მხრიდან რომ არ იცით რა ხდება ამიტომ თქვენი აზრი უნდა გამოხატოთ მაგრამ ისე არა როგორც ანა კომენტარებში არა ცუდი კომენტარები არ იწერება სხვათა შორის იმიტომ რომ იმათაც მივახვედრე რომ ანუ ილუზიაში ხართ ხალხო ხსები და ეს ილუზია არის ის რამაც განაპირობა თქვენი ეს ცუდი კომენტარები ხოდა რავი აი ეს არის და ეს რა სხვა მეტი რა მოხდა თქვენ და დანარჩენი კიდე იქ რომ გამოვიდნენ ლაივი რომ გაუშვეს და რაღაც აი ისეთი ისტორიები რომ გაიხსენეს თუ ჩაბოღმილები არიან ნუ იგი ოკეი არა დაიბოღმონ და ილაპარაკო რამდენი ცუდად იმიტომ რომ წააგეს ჰაუსი და ეხლა დაბოღმილები არიან და ილაპარაკით რა ნახე რაც უფრო დაიმახსოვრეთ 1000 კაცი ხართ ეხლა რაც უფრო საინტერესო ადამიანები ხართ მით უფრო ბევრი ჭორაობს თქვენზე და თუ თქვენზე ჭორაობენ ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ საინტერესო ადამიანები ხართ ამიტომ არც კომენტარი ანუ ისე რამეს კი არ ვიტყვი მაგოგოლის არა ბედნიერი ცხოვრება კაცო ანუ ყველაფერი იდეალურად გქონდეთ დაალაგებული უბრალოდ მარიამის გვერდში დგახართ აი რაღაცა აბსურდი რომ ერთი სული აქვს აი ეს დაიჭრო და აი ხამიჩებულია ჯავა გავუშავ და დავცხეს ჯავახას და ეგეთ სიტუაცია იყო მეცინება მაგ მომენტზე დედასპიცავა რატო იყენებდიო რატო იყენებდიო ტასო მიწერს რადგან გოგო ხარ მოდი არ ვიტყვი ცუდ სიტყვებს ლუკა და ოთო სადა სახში არიან ლუკა და ოთო ანუ ხო ეხლა ანუ ყველას ალბათ უკვე თავში უდევთ ის რომ მე მარიამი გამოვიყენე ანუ ნახეთ როგორი შემთხვევა იცით როგორ შეიძლება ადამიანი გამოიყენო როგორ შეიძლება ადამიანთან 24 საათი გაატარო ჰაუსის მერე ყოველ დღე მასთან ერთად იყო ან ის იყო შენთან ერთად და როგორ ფიქრობთ ეხლა აი უცებ აი ვინც ამას წერს დებილი ტვინები რო გაქვს ანუ რა მაინტერესებს ადამიანთან ხარ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ადამიანთან იყო არ გიყვარდეს და მომენტში მთელი კვირა მომენტში კვირაში 4 კვირაში 2 კვირაში 5 დღე მასთან ერთად იყოს სახლში ან ის იყოს შენთან სახლში როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ანუ აი ვინც უსწრებთ კომენტარებს წერთ როგორ წარმოგიდგენიათ და ვისაც გონიათ რომ აი რაღაც ჰაუსი დამთავრდა და სადღაც 1-2 თვე ხო თუ 3 თვე ვიყავით ერთად ვიღვიძებით ერთად ვიძინებდით ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და როგორ წარმოგიდგენიათ რომ მე ამ ყველაფერს ანუ ჰაუსში ვიყენებდი და ვსო ანუ გვერ ხვდები ხალხო რა საიდან რა მოგაქვთ ან ეს უბრალოდ ეხა ალბათ იმის გამო ხდება იმის გამო წერთ რომ რაღაც გამაღიზიანოთ და რამეს გავსვი და არ ვღიზიანდები მაგაზე უბრალოდ პატარა ტვინები რომ დაძაბოთ ვიც ამ კომენტარებს წერს მიხვდებით რომ ადამიანი როცა თუ ადამიანს იყენებს მასთან პროექტის დამთავრების მერე რატომ უნდა გააგრძელოს 2-3 თვიანი ურთიერთობა შეგიძლია ამიხსნათ არ შეგიძლიათ ამიხსნათ ამიტომ როგორც გაწყვით ისე ისაუბრებთ ყოველთვის ჩემი პასუხი და ჩემი ამ ყველაფრის ანალიზი ისა იმად გაშვებული ლაივიდან და აგერ ჩემი ყოფილი მარიამის გაშვებული ლაივიდან რომ ხმას არ ამოიღებს შეუძლია ილაპარაკო პრობლემა არ არის მარიამს კიდე რაც შემიძლია გადაწყვეტ ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება უსურვო ჯავახ გვიპასუხ არ ხარ ფეიკი ჯავახო არა რეალური ვარ შემხედე
კარგია, ვაიმე, სულ კარგი კომენტარები იწერება, ძალიან მიყვარხარ. აბა სალამი, მოახედი, შემახედი, დავინახო ხალხს. აბა როგორ ახართ? ლუკა და YouTube-ია. ხო და აი, მოდი გავსწავლო, აბა ხალხო არ ვიცი, ანუ იტყუება თუ არა, არ ვიცი, რატო გაბოროტ, მართლა არ ვიცი. აი არ მესმის, ვერ ხვდები, უბრალოდ YouTube-ზე სტრიმი ჩავხდე, ანუ უკვე YouTube-ზე სტრიმი დავიწყე და ჩემი საქმეები მაქვს ახლა ძალიან ბევრი. ახლა ნუ რაღაც კომპანიას ვხსნი, მოდი მოკლედ გეტყვით და ამ კომპანიაში ვარ ჩართული აბსოლუტურად, რომ რაღაც საიტით გავაკეთე, ნუ ძალიან ფართო მასშტაბით ვაკეთებ ამ ყველაფერს, რაღაც ერთ კვირაში უკვე ყველაფერი იქნება მსად და ამ ყველაფერს შეგატყობინებთ, ხო? მაგრამ ვერ ხვდები, იმ YouTube-ზე ლაივი გავუშვი და იმ YouTube-ის ლაივში რაღაც მე და მარიამის ვიდეოები ხვდებოდა და უბრალოდ იტალიის და ანტალიის ვიდეო არ დაიდება და მოვყევი იტალიაში და ანტალიაში რა ხდებოდა. და მე ხვდება ლაივი და არ ვიცი რა, სახეს მაცრობს იმენა, მაგრამ მირჩევნია კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე ვიყო ეგ ტიპი, ვიდრე ეხლა დავდგე და არაკაცულად ვილაპარაკო რაღაცები, რატომ დავშორდით ერთმანეთს, რის გამო დავშორდით და ასე შემდეგ. არ ვილაპარაკე, იმიტომ რომ ეს ჩემს ადამიანობაში და ჩემს შინაგან მეში არ ჯდება. მიდით სახე გამაძრეთ, როგორც გინდა ისე გეგონოთ, პრობლემა არ არის მაგასთან არანაირად არ მაქვს პრობლემა რა, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცები რომ ვისაუბრო და რაღაცები რომ გავაკეთო და რაღაცები რომ ვილაპარაკო, სხვანაირად მოხდება ყველაფერი, ამიტომ მას არ ამოვიღებ. იმიტომ რომ მე და მარიამის განვლილ ურთიერთობას, თუნდაც ვიდეოს მაგით ვარშლი, ვცემ ძალიან დიდ პატივს, იმიტომ რომ ეგ ადამიანი ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და არის მნიშვნელოვანი. მორჩა. აღარ შეგდებითო. ეგ არავინ არ იცის. მე და მარიამი რას გავაკეთებთ და ალბათ აი მართლა ყველა არავის არ გისურვებთ გამოსცადოთ ის ყველაფერი, რომ აი ესე პროექტში დამეგობდეთ, შეგიყვარდეთ, გამოხვიდეთ და ანუ რატო ვიძახით, აი ხალხი მარო განიხილოს ეგ ყველაფერი რა. ხალხი რომ განიხილავს, მე კიდე ის შენი ძველი კონკურენტები რომ განიხილავენ და 1000 რაღაცას ედებიან და 1000 რაღაც იტყუებიან, ერთი სული რო აქვს, რომ აი ჯავახას რაღაცა ატკინონ, გაიგე? არავის არ გისურვებთ რა და აი არავის არ უსურვებ ეხლა ჩემს მდგომარეობაში ყოფნას, იმიტომ რომ არ ლაპარაკობ, რო ალაპარაკობ და ჩუმად ხარ, მაგის გამო ხალხს გონია რომ რაღაცები მართალია და თავზე გაჯვავენ და აი ძალიან რთული მომენტია, ვერ აგიხსნით როგორია და არავის არ გისურვებთ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას, იმიტომ რომ არავინ არ იცის, ვინც კი აი მარტო სულ კომენტარს მიწევს რა მოხდა და როგორ მოხდა და რანაირად მოხდა და რა ხდება. ვინ ვის შეურიგდა, ვინ ვისთან არის და რაღაცები რა. ანუ კაროჩე რა. არ ვილაპარაკებ მორჩებსო. მოდი წავიკითხო. თქვენს შენ გულში მაინც მიყვარხარ. აი თქვენ გენასვალეთ. თიანაზე და სურაზე რას ფიქრობთ, რომ დაშორდე? წარმატებას უსურვებ, რა უნდა ვიფიქრო? ბედნიერებას უსურვებ, ორივეს. კომენტარი წავით, YouTube-ზე ახალი ვიდეო გვინდა. YouTube-ზე აღარ დაიდება საყვალებო ვიდეოები, იმიტომ რომ აღარ ვართ მე და მარიამი ერთად არისთვის და მე როგორც ვიცი, ისე იმ თურქს შეურიგდა მარიამი. უკადავთო გვანახე. ხოლო უკადავთო გვანახე. კი, მოიცადე მოდერი როგორ მიცე. აქ ვერ ვაძლევ მოდერს.
ვერ გაძლევთ მოდერს, არა, აი მე მოგწევს. ნიკა და ხო, ნუ აი ეს სიტუაცია რა, აი მართლა არავის არ გისურვებთ ახლა იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც მე ვარ, აი უბრალოდ ის არის რა, აი ძალიან ის არგი რაღაცას ლაპარაკს რაღაცებით ხო ანუ რას ლაპარაკს კი არ ბაცია ხალხს გამოუბედურეს დედას ვიცავ რა მესიჯები დავხდა რომ გავხსენია ეს თვალი რომ გავახილე მივდიოდი თილით ვარჯიშზე და მე ოფისში თილით რომ ავიღვიძე და თვალი რომ გავახილე რა ვარჯიში აი ესე ვიჯექი და მეთქი ეს ყველაფერი მართლა რეალურად ხდება თუ რაღაცა არ ვიცი რა მეტეორი ჩამოვარდა და ვიღაცა ტვინში რაღაცა არ ვიცი რა მოხდა იმენ შოქში ვარ მართლა და მე არც ამაზე არ გავაკეთე ანუ მე და მარიამი რომ დავშორდით ხო არ გამიკეთებია კომენტარი არაფერზე ვაფშე რატო დავშორდით და რისთვის დავშორდი ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე რომ მარიამი ყოფილიყო კარგად მარიამი ყოფილიყო ბედნიერად მარიამთან არ წასულიყო ჰეითი ეს ყველაფერი მაგიტო არ გავაკეთე და კიდე იმიტომ არ გავაკეთე რომ არ ჯდება ჩემს ადამიანობაში და რატო უნდა გამიხილო ჩემ პირადი ეხლა ესეთი რაღაცეები ხდება ანუ უცებ რომ წარმოიდგინოთ რა დავშორდით ხმას არ ვიღებ და არც გავაკეთებ კომენტარს იმიტომ რომ არ მინდა იმ ადამიანს დაარტყას ამ ყველაფერმა მე ეს ყველაფერი ხდება ლაივში გადის და კიდე რაღაცებს ლაპარაკობს მარიამი და კიდე კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ რომ არ მინდა მარიამს დაარტყას იმ ჰეითმა რასაც ახლა მე გავდივარ მაგრამ ეს ადამიანები არიან ვინც აჰეითებენ მხოლოდ ერთი მხრიდან იციან ყველაფერი და რა თქმა უნდა მეორე მხრიდან ვერასდროს გაიბეგებენ და მირჩევნია მე დამაჯვან და მე დამასხან ვიდრე მარიამს გავუკეთონ ყველაფერი იმიტომ რომ მარიამს ძალიან დიდ პატივს ვსწევ ეს იყო ჩემი საუბარი, ჩემო მეგობრებო, მეტი არ ვიცი რაღაცზე ვისაუბრო, იმიტომ რომ რავი, გააგრძელონ ისე რა, როგორც აგრძელებენ. მე ჩემ ადამიანობაში და მე ჩემს თავში ვარ მართალი და ყველას უსურვებ წარმატებას აბსოლუტურად ვინც კი არის საუბრობს ამ ყველაფერზე, მარიამ წარმატებას გისურვებ, ბედნიერებას გისურვებ და მე არ გავაკეთებ იმას, რასაც ახლა შენ აკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატივის ცემა მაქვს შენი. წავედი ახლა. დახვანდეს. მადლობა ყურადღებისთვის.